ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ, რაც პუტინმა რუსეთს გაუკეთა, როდესაც მან დაიწყო თავისი უიღბლო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, იყო ის, რომ მან სხვა ქვეყნები აშკარა მტრებად აქცია. 2022 წლიდან მოყოლებული, დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი ასეთი მტერია, რომელიც უკრაინის გვერდით დგას, რათა პუტინი შეაჩეროს. ეხლა, თუნდაც გასროლის გარეშე, დიდმა ბრიტანეთმა ისეთი რამ გააკეთა, რაც პუტინს ისე ძლიერად აზიანებს, რომ ის ბრაზისგან პირზე დუჟი ადგება. ეს არის ორმაგი დარტყმა, რომელიც აჩვენებს დიდი ბრიტანეთის განზრახვას, მხარი დაუჭიროს უკრაინას ომის დასრულებამდე და მის შემდეგაც. შეტყობინება გაგზავნილია. და ეს შეტყობინება გამოიხატა ფულითა და მეტი საბრძოლო დრონებით, რომლებსაც უკრაინა ასე ეფექტურად იყენებს რუსეთის ძალების წინააღმდეგ. დრონებზე რამდენიმე წუთში ვისაუბრებთ. პირველი დარტყმა, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა მიაყენა რუსეთს, არის დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ახალი დაფინანსება, რომელიც მიღებულია დიდ ბრიტანეთში გაყინული რუსული აქტივების შემოსავლიდან. ამ გაყინული აქტივების ფულის ბოლო ნაწილი უკრაინაში 15 აპრილს შევიდა. შვითა ჯგუფის, ანუ დიდი შვიდეულის უკრაინისთვის შემოსავლების დაჩქარების საგანგებო ინიციატივის, ანუ ერას მეშვეობით. The Kiev Independence-ის ინფორმაციით, ეს არის უფრო ფართო შეთანხმების ნაწილი უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთი კიევს დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს გადასცემს. უკრაინამ სწრაფად გადაუხადა მადლობა დიდ ბრიტანეთს და ამავე დროს ეს ბოლო დახმარება პირდაპირ პუტინის სახეში აუფრიალა. უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ მადლიერება გამოხატა და განაცხადა: მადლობელი ვარ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის, უკრაინისადმი მისი თანმიმდევრული და მტკიცე მხარდაჭერისთვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე წელს. მოწოდებული დაფინანსება მიზანმიმართულია და მიმართული იქნება უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორის პრიორიტეტული საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, უკრაინა აცნობებს პუტინს, რომ ეს არის კიდევ უფრო მეტი თანხა, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს იმ იარაღის შესაძენად, რაც საჭიროა რუსეთის აგრესიული ომის დასასრულებლად. დიდი ალბათობით ეს თანხა ჩაიდება უკრაინის მზარდი დრონების ინდუსტრიაში, რომელიც როგორც უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, ახლა ყოველწლიურად მილიონობით დრონს აწარმოებს და ასევე Pearl ინიციატივაში, რომლის მეშვეობითაც უკრაინა ევროპელი პარტნიორების დახმარებით დასავლურ იარაღს ყიდულობს. მაგრამ აქ იწყება სერიოზული ამბავი პუტინისთვის. ის 1 მილიარდი დოლარი, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ახლახან გადასცა უკრაინას, მხოლოდ იმ 3 მილიარდიანი დაპირების ნაწილი არ არის, რაც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს. ეს ასევე იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ უკრაინის სამხედრო მანქანაში კიდევ მრავალი მილიარდი ჩაიდოს. ერა შეიქმნა 2024 წლის ზაფხულში, როგორც მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს დიდი შვიდეულის ქვეყნებს, თავიანთ ტერიტორიაზე გაყინული რუსული აქტივები გამოიყენონ უკრაინის სასარგებლოდ. ეს აქტივები პირდაპირ უკრაინისთვის არ გადაეცემა. ამის გაკეთება სამართლებრივად რთულ მდგომარეობას შექმნის და რუსეთს მისცემს საშუალებას განაცხადოს, რომ მისი ფული იპარება. ამის ნაცვლად ERA საშუალებას აძლევს დიდ შვიდეულს, რომ უზრუნველყოს საბოლოოდ 50 მილიარდი დოლარის დაფინანსება, რომელიც გაიცემა სესხების სახით და მომავალში ანაზღაურდება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული, განსაკუთრებული შემოსავლების საშუალებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიდი შვიდეული აიძულებს რუსეთს გადაიხადოს სესხები, რომლებიც უკრაინას გადაეცემა როგორც სასჯელი პუტინის ქმედებებისთვის უკრაინაში და ამას აკეთებს ისე, რომ თავად გაყინული აქტივებიდან არც 1 დოლარი არ იხარჯება. ეს ჭკვიანური მექანიზმია და ნიშნავს იმას, რომ უკრაინა იღებს ფულს ყოველ ჯერზე, როცა რუსეთის აქტივები შემოსავალს გამოიმუშავა, რამავებს გამაც პუტინი და მისი კრემლის თანამზრახველები უძლური რისხვისგან გააცოფა. მაგრამ 1 მილიარდი დოლარის უკრაინაში გადინება არ იქნებოდა ის ერთადერთი, რაც დიდმა ბრიტანეთმა პუტინის მტრისთვის გააკეთა. 15 აპრილს, რაც შემთხვევით არ ემთხვევა იმ თხოვა ევა, იმ დღეს, როცა უკრაინამ თავისი უახლესი ფულადი შემოსავალი გამოაცხადა, დიდმა ბრიტანეთმა დოლარებიდან დრონებზე გადაინაცვლა. The Independent იწვება, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილემ უკრაინისთვის ახალი დრონების პაკეტი წარადგინა, რომელიც ყველაზე დიდია, რაც კი ოდესმე დიდ ბრიტანეთს მიუწოდებია. ეს პაკეტი, რომელიც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე წარადგინეს, ყველა ტიპის მინიმუმ 120,000 დრონს მოიცავს. თუ უკრაინა სურს რუსეთზე მეტი შორმანძილზე დარტყმა განახორციელოს, ის დიდ ბრიტანეთიდან მიიღებს დრონებს, რომლებიც ამ საქმეს შეძლებენ. დრონები ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის, დაზვერვისთვის და საზღვაო ოპერაციების ჩასატარებლადაც იქნება პაკეტის ნაწილი, ხოლო დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული უმრავლესობა მისივე ტერიტორიისთვის მისივე ტერიტორიაზეა, მისივე ტერიტორიაზეა შექმნილი. ეს არის ის, რაც ნამდვილად შეაშფოთებს პუტინს. ეს დრონები არ არის, რომლებიც უკრაინის შიგნით შენდება ისეთ ადგილებში, რომელსაც რუსეთი თავისი რაკეტებითა და დრონებით შეიძლება დაარტყას, თუ კი შეძლებს მათი პოვნას. ეს დრონები შენდება ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი ვერ გაბედავს დაარტყას, თუ არ სურს ომი ნატოს ყველა ქვეყანასთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რომ ეს ყველაფერი შეაჩეროს. ზუსტად როგორც ვთქვით, რისხვა არსებობს, მაგრამ ის უძლურია. ბრძოლაში გამოცდილი დრონების დიდი რაოდენობით მიწოდება უკრაინის ძალებს მისცემს იმ შესაძლებლობებს, რაც სჭირდებათ საკუთარი ხალხის დასაცავად და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. განაცხადა ჰილიმ ახალი პაკეტის გამოცხადებისას, რაც დამატებით ინფორმაციას გვაძლევს. ტერმინი ბრძოლაში გამოცდილი ძალიან საინტერესოა. დიდი ბრიტანეთი წლებია, რაც სხვა ქვეყანასთან ომში არ ყოფილა, ამიტომ მას არ ქონია შესაძლებლობა, რომ საბრძოლო პირობებში გამოეცადა ის დრონები, რომელთაც ავითარებს.
თუმცა ის დრონები, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიაწვის, საბრძოლო პირობებში გამოცდილია. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს დრონები უკვე გამოიყენება უკრაინაში. შესაძლოა თავად უკრაინაში ინაში იყოს განვითარებული და ახლა უკვე დიდ ბრიტანეთში იწარმოება. თუ ეს სიმართლეა, ეს ისეთი თანამშრომლობაა, რომლის ნახვაც პუტინს, უკრაინასა და მის მოკავშირეებს შორის არასდროს სურდა. ფული თავისთავად პრობლემაა, მაგრამ როდესაც ისეთი ქვეყანა როგორიცაა დიდი ბრიტანეთი სპეციალურად უკრაინის საჭიროებებისთვის აშენებს დრონებს, რუსეთი აღმოაჩენს, რომ მას გაცილებით მეტი მტერი ხტავს, ვიდრე მხოლოდ ის ქვეყანა, რომელსაც იპყრობს. დიდი ბრიტანეთი უკვე გარკვეული დროა ქმნის საფუძველს მასობრივი წარმოებისთვის, რაც ესეთი დიდი წვლილის შეტანას შესაძლებელს ხდის. უკვე სექტემბერში ჰილიმ გამოაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი დაიწყებდა დრონების მასობრივ წარმოებას, რათა დახმარებოდა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს გადაწყვეტილება დაახლოებით იმავე პერიოდში იქნა მიღებული, როცა პუტინი ნატოს საზღვრებს ცდიდა და დრონებს პოლონეთსა და სხვა ნატოსთან დაკავშირებულ ქვეყნებში აგზავნიდა. ეხლა ჩანს, რომ უკრაინა იქნება ამ მასობრივი წარმოების საწყისი ეტაპების მთავარი ბენეფიციარი. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა საკირ სტარმერმა ასევე აღნიშნა, რომ დრონების წარმოების გაზრდა უკრაინასთან ერთად განხორციელდება. ეს ახალი პარტნიორობა არის ისტორიული მომენტი, რომელიც აერთიანებს ბრიტანულ და უკრაინულ გამჭრიახობას, რათა მოწინავე თავდაცვითი დრონების ტექნოლოგია მიეწოდოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, განაცხადა სტარმერმა იმ დროს. სტარმერი გულისხმობდა ინდუსტრიულ პარტნიორობას, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა და უკრაინამ გასინამ გასულ წელს ჩამოაყალიბეს. ასე რომ, ის 120,000 დრონი, რომლებიც 2026 წლის განმავლობაში უკრაინაში შევა, დაახლოებით 1 წელია მზადდება. ეს არის იმ ტიპის პარტნიორობები, რომლებიც პუტინს უკრაინაში შეჭრის გამო ნანობს. კრემლისთვის დიდი ბრიტანეთის ნომერ პირველ მტრად ქცევაზე კიდევ ბევრია სალაპარაკო. სანამ უფრო ღრმად შევეხებით იმ რეალურ პრობლემებს, რომლებიც რუსეთს დიდ ბრიტანეთთან აქვს, ჯერ უნდა აღვნიშნოთ, რომ 120,000 დრონი და 1 მილიარდი დოლარი ნაღდი ფული არ არის ერთადერთი, რასაც უკრაინა მიიღებს იმ მასშტაბურ პაკეტში, რომელსაც დიდი ბრიტანეთი აწვდის. კიდევ ბევრია. როცა ჰილი ბერლინში 43 ქვეყნის წარმომადგენლების წინ იდგა, მან გამოაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას დრონებთან ერთად 100,000 საარტილერიო ჭურვსა და 1000 საჰაერო თავდაცვის რაკეტასაც მიაწვდის. ორივე ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, უკრაინამ უკვე ისეთი ოსტატობა გამოავლინა პუტინის საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ, რომ სხვა ქვეყნები მას შესცქერიან შურით. უკრაინის მრავალფენიანმა საჰაერო თავდაცვამ მას საშუალება მისცა მარტში რუსეთის დრონებისა და რაკეტების წინააღმდეგ 99.9%-იანი ჩამოგდების მაჩვენებელი მიეღო. ეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ დასახულ 95%-იან მიზანთან კიდევ ერთ ნაბიჯს აახლოებს. ესეთი მიზნების მიღწევა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც უკრაინას აქვს რაკეტების, ჩამომგდები დრონებისა და სხვა საჰაერო თავდაცვის სწორი კომბინაცია. ჯერ არ ვიცით, რა ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს მოგვაწვდის დიდი ბრიტანეთი. უკრაინაში გამოიყენება რამდენიმე ტიპის სისტემა, რომელსაც დიდი ბრიტანეთი რაკეტებით შეიძლება მოამარაგოს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 1000-ობით რაკეტა იგზავნება, რაც სწორედ ის რაოდენობაა, რაც უკრაინას სჭირდება, რათა თავისი საჰაერო თავდაცვა ძლიერი შეინარჩუნოს. რაც შეეხება საარტილერიო ჭურვებს, 100,000 ჭურვი იგზავნება უკრაინაში, რაც ამცირებს იმ საარტილერიო უპირატესობას, რომელიც რუსეთს ჰქონდა შეჭრის დიდი ნაწილის განმავლობაში. ეს უპირატესობა უკვე მერკევი გახდა 2025 წლის დასაწყისში, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარ სარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის უპირატესობა 10-დან 1-ის ნაცვლად 2-დან 1-მდე შემცირდა ფრონტის დიდი ნაწილის გასწვრივ. დაახლოებით 1 წლის შემდეგ ეს უპირატესობა კიდევ უფრო მერკევი გახდა. ეხლა უკრაინას უფრო მეტი ჭურვი აქვს, ვიდრე შეუძლია რუსეთის თავდაცვაზე ისროლოს, რაც ასევე დაეხმარება კონტრშეტევის სტრატეგიას, რომელმაც მარტში მარტო თითქმის 50 კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 19.3 კვადრატული მილი დააბრუნა კონტროლში. 1000-ობით ჭურვის დაცემა მხოლოდ კიდევ უფრო დაასუსტებს სხვა რუსულ პოზიციებს. შეიძლება ბევრად მეტი ტერიტორიის გათავისუფლებას ვიხილოთ დიდი ბრიტანეთის ამ ბოლო დახმარების წყალობით. რაც შეეხება კიდევ ბევრ მოვლენას, დიდი ბრიტანეთს შეიძლება კიდევ რამდენიმე სიურპრიზი ჰქონდეს რუსეთისთვის მომდევნო რამდენიმე ჩანდემეთვის განმავლობაში. მაგრამ სანამ ამაზე გადავიდოდეთ, ერთი პატარა შენიშვნა. თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ ჯერ არ გაქვთ არხზე გამოწერა, ეხლა იდეალური დროა ხილაკზე დააწვეთ. როდესაც რუსეთი ცდილობს გაუმკლავდეს ყველაფერს, რასაც დიდი ბრიტანეთი უკრაინას 2026 წელს მიაწვდის, მას ასევე უწევს იმ ფაქტთან გამკლავება, რომ დიდი ბრიტანეთი პუტინისგან მომდინარე საფრთხეს უფრო სერიოზულად აღიქვამს, ვიდრე ოდესმე. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ბიუჯეტი რეკორდულად იზრდება. ახლახან დაიწყო 10 წლიანი საინვესტიციო გეგმა. ჩვენ ვიხილავთ, როგორ ჩადებს დიდი ბრიტანეთი 10 მილიარდობით დოლარს მეტი იარაღის წარმოებაში. 2027 წლის ბოლოსთვის დიდი ბრიტანეთი თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ MŠP-ს 2.6%-ის თავდაცვაზე დახარჯავს. ეს იქნება MŠP-სთან შედარებით ყველაზე დიდი თანხა 2010 წლის შემდეგ და ამ დანახარჯების ზრდა მხოლოდ გაგრძელდება. 2035 წლისთვის დიდი ბრიტანეთი აპირებს, რომ თავდაცვაზე დახარჯოს თავისი MŠP-ს 3.5%, რაც ნატოს ახალ მიზანს შეესაბამება.
ეს წევრ ქვეყნებს მოსთხოვს, რომ თავიანთი MSHP-ს 3.5% პირდაპირ თავდაცვით ხარჯებზე მიმართონ, ხოლო დამატებით 1.5% წლიური გეგმების შექმნასა და შესრულებაზე, რაც მათ ახალი დანახარჯის მიღწევასა და შენარჩუნებაში დაეხმარება. გაითვალისწინეთ, რომ რეალური თავდაცვითი ხარჯები დიდ ბრიტანეთში 2009 წლიდან 2017 წლამდე 22%-ით შემცირდა. პუტინის უკრაინაში შეჭრამ ხარჯების ზრდა გამოიწვია და ეს ზრდა გადაიქცა გრძელვადიან ვალდებულებად, რომ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალებში მეტი თანხა ჩაიდოს ვიდრე ოდესმე. პუტინს ეგონა, რომ ახალი რუსული იმპერიის შექმნას იწყებდა, როცა ომი უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო. მაგრამ სინამდვილეში მან მხოლოდ სამხედრო მონსტრი გააღვიძა ასობით მილით დაშორებულ ადგილას. არ დაგავიწყდეთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი უკრაინისთვის. აქ პარტნიორობა მოქმედებს. დიდი ბრიტანეთი აქტიურად ცდილობს გაზარდოს დრონების წარმოება და გააძლიეროს თავდაცვა ყველაფრის წინააღმდეგ, რასაც რუსეთი 21 საუკუნის ომში ირენებს. უკრაინა ამჟამად ფრონტის ხაზზეა რუსეთთან ომში, რომელიც ნატოს ბევრ წევრს სჯერა, რომ შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს და ევროპასაც გადაეკიდოს, თუ ვლადიმირ პუტინს მისცემენ უფლებას დაიკავოს ქვეყანა, რომელსაც ის რუსეთის ფედერაციის ნაწილად მიიჩნევს. მოკლედ, ყველაფერი, რასაც დიდი ბრიტანეთი თავისთვის აშენებს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდისას, იქნება ის, რაც უკრაინას შეუძლია გამოიყენოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. უფრო მეტი იარაღი სავარაუდოდ უკრაინისკენ წავა, რადგან მძინარე სამხედრო გიგანტი იღვიძებს. რაც შეეხება რუსეთს, ის ამით უკმაყოფილოა. პუტინის საყვარელი პროპაგანდისტი დმიტრი მედვედევი, რომელმაც საჯაროდ არასდროს თქვა ისეთი რამ, რაც პუტინს პირველად არ ეთქვა, კვლავ ისვრის მუქარებს. ერთი დღის შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთი გამოაცხადა, რომ უკრაინას 120,000 დრონს გაუგზავნიდა, მედვედევმა დაიწყო მუქარების გავრცელება და როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ კონკრეტულიც. რუსეთი აცხადებს, რომ მას აქვს საჰაერო თავდასხმების პოტენციური სამიზნეების სია და ერთ-ერთად დაასახელა RAF Mildenhall-ის საფოლკში. ასევე არსებობს რამდენიმე კომპანია დიდ ბრიტანეთში, რომლებიც რუსეთის მტკიცებით მის სამიზნეშია, მათ შორის ზოგიერთი აწარმოებს იმ ტიპის დრონებს, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი უკრაინაში აგზავნის. რუსეთის ამ მცირე განცხადების შემდეგ მედვედევმა X-ზე გამოსვლისას სცადა კიდევ უფრო გაემკაცრებინა თავისი მუქარა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება პირდაპირ უნდა იქნას აღქმული. ევროპული ობიექტების სია, რომლებიც დრონებსა და სხვა აღჭურვილობას აწარმოებენ, რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის პოტენციური სამიზნეების სია. როდის გახდება დარტყმები რეალობად, დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება შემდეგ, განაცხადა მედვედევმა, სანამ გააკეთებდა გაფრთხილებას, რომელიც სავარაუდოდ დიდ ბრიტანეთსა და უკრაინის სხვა მოკავშირეებს უნდა შეაშინოს. მშვიდად დაიძინეთ, ევროპელო პარტნიორებო. ნამდვილად შემაშფოთებელი სიტყვებია. ყოველ შემთხვევაში ასე იქნებოდა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთისთვის, რომ არა ის ფაქტი, რომ მათ უკვე არაერთხელ მოусმენიათ მსგავსი მუქარები რუსეთის მხრიდან. ყოველ ჯერზე, როცა ახალი ამბავი ვრცელდება, რომ უკრაინის რომელიმე პარტნიორმა ფული ან იარაღი მიაწოდა, რუსეთი ცდილობს თავისი ძალა აჩვენოს. 2024 წლის თებერვლისთვის მედვედევმა უკვე გააფრთხილა, რომ სრული ომი დაიწყებოდა, თუ უკრაინის მოკავშირეები შეეცდებოდნენ რუსეთი 1991 წლის საზღვრებამდე დაებრუნებინათ. მედვედევმა მაშინ განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფოს მთელი სტრატეგიული არსენალი გამოყენებული იქნებოდა სამიზნეებზე ლონდონში, ვაშინგტონში და ბერლინში, ასევე კიევში. ეს მუქარა მოჰყვა სხვა მრავალს, მათ შორის ორს 2023 წელს. ყველაფერი უკვე ცოტათი სუსტი ჩანს რუსეთის მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ მედვედევის სიტყვებით თითქოს შემაძრწუნებლად ჟღერს, ეს რუსეთისგან ახალი არაფერია. ეს იმ ტიპის მუქარებია, რომელსაც პუტინის პროპაგანდისტები ისვრიან, როცა რუსეთი თავს საფრთხეში გრძნობს და იშვიათად რამე კონკრეტულში გადაიზრდება. დიდი ბრიტანეთი მყარად დგას, დრონები და ფული კი კვლავ უკრაინაში მიდის. სანამ რუსული რაკეტები და დრონები დიდ ბრიტანეთში არ დაიწყებს ფრენას, მედვედევის სიტყვებს ისე მიუდგებიან, როგორც მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთი უკრაინას ეხმარება. უბრალოდ ცარიელი სიტყვებია. ამ ეტაპზე დიდი ბრიტანეთი მტკიცედ არის განწყობილი, რომ პუტინისთვის კიდევ უფრო მტკივნეული ეკალი იყოს. რაც ახლა ვიხილეთ ბოლო სამხედრო დახმარებითა და სესხით, არის ის, რომ დიდი ბრიტანეთი ევროპულ ძლიერ ძალად ყალიბდება და უკრაინის გარეთ რუსეთთან ბრძოლის ავანგარდში დგას. გახსოვთ თავდაცვის პარტნიორობა, რომელზეც ადრე ვსაუბრობდით. ეს მხოლოდ ნაწილია იმ 100 წლიანი პარტნიორობისა, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა უკრაინასთან 2025 წლის იანვარში გამოაცხადა. ამ პარტნიორობას აქვს დემონსტრაციული ელემენტი თავისი სიძლიერით. აი, სწორედ ეს არის მთავარი. ეს პარტნიორობა შეიქმნა იმისთვის, რომ პუტინისთვის გაეგზავნათ მესიჯი. დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინა სუვერენულ სახელმწიფოდ დარჩეს 10 წლეულების შემდეგაც კი, როცა პუტინი აღარ იქნება ცოცხალი. დიდი ბრიტანეთი ასევე იყო ინიციატორი მოწადინებულთა კოალიციის შექმნისა საფრანგეთთან ერთად. კოალიცია გულისხმობს რამდენიმე ძლიერი ევროპული ქვეყნის ჩართულობას, რომლებიც ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში სამშვიდობო ძალად იმოქმედებენ. კიდევ ერთხელ, იდეა არის ვლადიმერ პუტინისთვის გზავნილის გაგზავნა, რომ დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები არა მხოლოდ დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთი წააგებს ომს, რომელიც თავად დაიწყო, არამედ ისიც, რომ უკრაინამ შეძენილი მოკავშირეები ამ ომის შედეგად გააქტიურდებიან, რათა მსგავსი ომი აღარასოდეს მოხდეს. საბოლოოდ, ეს კოალიცია თუ შეძლებს თავისი გეგმის განხორციელებას, ნატოს ძალებს უკრაინაში შეიყვანს. ომის დასრულების შემდეგ რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი თავდასხმა, უკვე ბევრად უფრო საშიშ ძალზე თავდასხმა იქნება. სწორედ ასეთი ქმედებები გახდა მიზეზი იმისა, რომ რუსეთი დიდ ბრიტანეთზე სულ უფრო გაღიზიანებული ხდება.
2025 წლის დეკემბერში ჟურნალ New Statesman-თან საუბრისას ჯონ ლოფმა, რომელიც ნატოს პირველი წარმომადგენელი იყო მოსკოვში, განაცხადა, რომ რუსეთი ახლა დიდ ბრიტანეთს უკრაინის გარეთ თავის ნომერ პირველ მტრად მიიჩნევს. რუსეთმა დაიწყო დიდი ბრიტანეთის მიზანში ამოღება აგრესიული ქმედებებით, ხშირად ჰიბრიდული თავდასხმების გზით, როგორიცაა ბრიტანეთის ტერიტორიაზე შეჭრები და კიბერშეტევები, როგორც სასოწარკვეთილი მცდელობა შეაჩეროს დიდი ბრიტანეთი უკრაინასთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებაში. ამ ყველაფერს შედეგი არ აქვს. თუ დიდი ბრიტანეთი მართლაც რუსეთის ნომერ პირველი მტერია უკრაინის გარეთ, მას ეს როლი აშკარად სიამოვნებს, რადგან უკრაინაში აგზავნის $1 მილიარდ, 120,000 დრონს, 100,000 საარტილერიო ჭურვს და 1000-ობით საჰაერო თავდაცვის რაკეტას. რაც შეეხება უკრაინას, 120,000 დრონი შეიძლება იყოს ამ ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე. რატომ? მეტი დრონი ნიშნავს მეტ სიკვდილს რუსეთისთვის. დიდმა ბრიტანეთმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის დრონებმა პუტინის შეჭრას ერთ თვეში უფრო მეტი ზიანი მიაყენეს, ვიდრე ომის დაწყებიდან ოდესმე მიუყენებიათ. რუსეთის ძალებმა მარტში 35,000-ზე მეტი დანაკარგი განიცადეს, რაც Euromaidan Press-ის თქმით, მარტს აქცევს ყველაზე სისხლიან რუსთვედ რუსეთისა და უკრაინისთვის ამ დრომდე. ამ დანაკარგებიდან 96% უკრაინის დრონების მიერ იყო გამოწვეული. საში არსებული ტერორი, რომელსაც რუსეთი ადრე დასცინოდა, ახლა რუსეთის ჯარისკაცებს კლავს და აჭრილებს აყენებს დღეში 1000-ზე მეტი ადამიანის ტემპით. რადგან დიდი ბრიტანეთი ახლა აწვდის დრონებს, რომლებიც უკეთეს დაზვერვასა და უფრო შორ მანძილზე დარტყმებს უზრუნველყოფს, უკრაინა უფრო მეტად შეძლებს კონცენტრირდეს იმ ტიპის მოკლე რადიუსის დრონების წარმოებაზე, რომლებიც ფრონტის ხაზზე ამდენ ზიანს აყენებენ. და უკრაინამ სწორედ ახლა მიიღო $1 მილიარდი, რაც მას ამაში დაეხმარება. საკვირველი არ არის, რომ პუტინს დიდი ბრიტანეთი ასე ძალიან შეიძულა. უკრაინის გარეთ დიდი ბრიტანეთი სხვა ქვეყნების უმეტესობაზე მეც აკეთებს იმისთვის, რომ პუტინის ამბიციები რუსეთის მმართველობის გაფართოების შესახებ მის გარშემო სრულად დაინგრეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დიდი ბრიტანეთის შურისძიებაა. რამდენიმე კვირით ადრე, სანამ დიდი ბრიტანეთი დრონებსა და ფულს გამოაცხადებდა, რუსეთის წყალქვეშა ნავები ცდილობდნენ დიდი ბრიტანეთის წყლებში შეღწევას. ბრიტანეთი ბევრად წინ იყო ამ თამაშში. მან დააკვირდა თითოეულ ნაბიჯს და მოამზადა პასუხი, რომელსაც რუსეთი არასდროს ელოდა. გაიგეთ ყველაფერი ამ ინციდენტის შესახებ ჩვენს ვიდეოში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინის მოკავშირეების ბოლო ნაბიჯების შესახებ ჩვენი გაშუქება. მადლობა ყურებისთვის.